და გაიგო ჰეროდე მეფემ, რადგან გაცხადდა მისი სახელი და ამბობდა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამის გამო მოქმედებენ ძალები მის მიერ. შავები ამბობდნენ: ელია არის. ხოლო როდესაც გაიგო ჰეროდემ თქვა: ვისაც მე თავი მოვკვეთე, იოანეს, იგი აღმდგარა მკვდრეთით. საყვარელნო ძმანო, დღეს წმიდა ეკლესია ლოცვითა და მარხვით იხსენებს წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას. ჩვენ ეკლესიის მორჩილმა შვილებმა ყურადღებით მოვისმინოთ უფლის წინამორბედის მოწამებრივი აღსასრულის გარდამოცემა. მას შემდეგ, რაც მაცხოვარი თავის მაცხონებელ მსახურებას შეუდგა, გაიგო ჰეროდე მეფემ, რადგან გაცხადდა სახელი იესოსი. რომელი ჰეროდე მეფეა ეს? იგი იმ ჰეროდე დიდის ძეა, რომლის ზეობის დროსაც ბეთლემში იშვა ქრისტე. მას ახლადშობილი მაცხოვრის აღთქმული მესიის მოკლა სურდა, მაგრამ მის ნაცვლად მრავალი ბეთლემელი ღრმა მოკლა. უკეთური მამისაგან უკეთური ძე იშვა. ეს ჰეროდე ანტიპატი წოდებოდა. შემდგომში სწორედ ამ ჰეროდეს წინაშე წარადგინეს მაცხოვარი განსასჯელად. იესოს შესახებ გავრცელებული ხმების ზეგავლენით ჰეროდე მეფეში იოანე ნათლისმცემლის მკვლელში სინდისმა გაიღვიძა. უფლის მიერ აღსრულებული საქმეები ცხადად მოწმობს, რომ ის დიდი და წმიდა ადამიანი იყო, ხოლო ერთადერთი ასეთი ადამიანი ჰეროდეს თვალში მხოლოდ იოანე ნათლისმცემელი იყო. და აი, ჰეროდე მეფეს მიუხედავად იმისა, რომ ის ურწმუნო იყო, გაუჩნდა აზრი, ხომ არ არის ის მკვდრეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი, გამოცხადებული იმ მიზეზით, რომ თავის მკვლელზე შური იწიოს. რადგან ამ ჰეროდემ გაგზავნა და შეიპყრო იოანე და ჩაკეტა იგი საპყრობილეში ჰეროდეას, თავისი ძმის ფილიპეს ცოლის გამო, რადგან იგი შეირთო ცოლად. ვინაიდან ეუბნებოდა იოანე ჰეროდეს, არ არის მართებული შენთვის, რომ ცოლად ყავდეს შენი ძმის ცოლი. ჰეროდეს რჯულით ცოლი ჰყავდა არაბეთის მეფის არეთას ასული, მაგრამ მოხიბლული თავისი ძმის ცოლის ჰეროდეა და სილამაზით, მან მოსტაცა იგი თავის ძმას და უჟულოდ იწყო მასთან მეუღლეობრივი თანაცხოვრება. აი, სწორედ ეს ჰეროდია და იყო მიზეზი იმისა, რომ ჰეროდემ შეიპყრო იოანე ნათლისმცემელი და ჩასვა საპყრობილეში. როგორც ყველა ბოროტმოქმედის გულს, ჰეროდეს გულსაც გეჯნის სინდისი. სინდისი მართლაც დიდად აწუხებს ცოდვილ ადამიანს, როცა განუწყვეტლივ ახსენებს მის მიერ ჩადენილი ცოდვების სიმძიმეს. შეიძლება სიტყვით საერთოდ არაფერს გამოთქვამდეს, სინდისი მაინც აღასრულებს თავის საქმეს. მის მიერ იმხილება ძალიან მძიმეა სულისთვის. წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, სინდისი არის ჩვენში მდუმარედ მამხილებელი, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც შეაცდე. შეიძლება ცოდვის ჩამდენმა ყველა ადამიანისგან შეძლო დაფარვა ურჯულო მოქმედებისა, მაგრამ ამ მსაჯულისაგან დაფარვა მას არაფრით არ შეუძლია. უფრო მეტიც, ყოველთვის თავის თავში ატარებს ამ მამხილებელს, რომელიც აწუხებს მას, ტანჯავს და არასდროს არ მშვიდდება. და როგორც გულმოდგინე მკურნალი, ის არ წყვეტს მისი განკურნებისთვის მცდელობას. თუნდაც არ უსმენდეს მის ხმას ცოდვის ჩამდენი, ის მაინც განუწყვეტლივ შეახსენებს ჩადენილ ცოდვას, რითაც საშუალებას არ აძლევს დაავიწყოს თავისი ცოდვა, რომ ამით მაინც ჩამოაყალიბოს ის ნაკლებად მიმდრეკ უწინდელი ცოდვებისაკენ. ასევე იოანე ნათლისმცემელიც, როგორც ღვთის ანგელოზი, წინასწარმეტყველი, რომელსაც ერის სინდისსაც უწოდებენ, ღვთის სიტყვას, ღვთივსათნოს ნეობრივ ცხოვრებას ახსენებს და მოუწოდებს ხალხს, ამ შემთხვევაში კი უშუალოდ ჰეროდეს, რის გამოც იღებს სასჯელს. თუმცა წმინდანთა ღვაწლი სწორედ ესაა, თუნდაც სიცოცხლის ფასად, მაგრამ უნდა აღასრულონ ღვთის სიტყვა. ხოლო ჰეროდია გულმოსული იყო მასზე და უნდოდა მისი მოკლა და ვერ შეძლო, რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი. იცოდა, რომ იგი მართალი და წმინდა კაცი იყო და იცავდა მას და ისმენდა რა მისას, ბევრ რამეს უკეთებდა და სიამოვნებით უსმენდა მას. ამ სიტყვებიდანაც ცხადად ჩანს, რომ
ჰეროდე, მკვლელი იოანესი იცნობდა წინამორბედს, იცავდა მას, უსმენდა როგორც მართალ და წმიდა კაცს და პატივს სცემდა. ესე იგი არ სურდა მისი მოკლა. საყვარელო ძმაო, მაშ რა მოხდა? რის გამო შეიძლება ასე ემოქმედა ჰეროდეს? მისი მიზეზი ყველაზე უფრო მზაკვარი ცოდვა, რუშობა, რომლითაც დაეცა ჰეროდე. ეს ცოდვა მომაკვდინებელია და ის უეჭველად დააღუპავს ყველა ადამიანს, თუ ის დროულად არ შეინანებს. ცოდვა რუშობისა მიმართულია მთელი კაცთა მოდგმის წინააღმდეგ. ესაა ცოდვა სხეულის წინააღმდეგ, რადგან როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რუშობა არის ოჯახის დაუძინებელი მტერი. ძირს უთხრეს ამ წმინდა საფუძველს, რომელზეც დამყარებულია ყოველი მეუღლებრივი საღვთო კავშირი. რუშობა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც, რადგან გარყვნილება დამღუპველი მატლია. სახელმწიფოებრიობას არსებობის ფესვებს რომ უღრღნის. სიძვამ რუშობა არის ცოდვა იესო ქრისტესა და მის ერთგულ მორწმუნეთა წინააღმდეგ. ესაა მკრეხელობის, ღვთის გმობის ყველაზე უარესი გამოვლინება, რადგან შებილწავს უზენაეს ტაძარს. ნუ თუ არ იცით რომ ღმერთის ტაძარი ხართ და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს მას ღმერთი. ნუ თუ არ იცით რომ უსამართლონი ვერ დაემკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ნუ შეეცდებით, ვერც მეძავნი, ვერც კერპსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი, ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. უმრავლეს შემთხვევაში ის მოაკვდინებს ორ სულს, ისე რომ ცოდვილი მარტო კვდება თავის უსჯულოებაში. და იყო ხელსაყრელი დღე, როდესაც ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ნადიმი გაუმართა თავის დიდებულებსა და 1000-ის თავებს და გალილეის წარჩინებულებს. და შევიდა ასული ჰეროდიასი და როკვიდა და მოეწონა ჰეროდეს და უთხრა მეფემ ქალიშვილს და შეჰფიცა მას, რასაც ითხოვ ჩემგან მოგცემ შენ. ხოლო იგი გავიდა და უთხრა თავის დედას, რა ვთხოვო, ხოლო მან უთხრა თავი იოანე ნათლისმცემლისა და შევიდა და უთხრა სურს რომ ახლავე მომცემე ლანგრით თავი იოანე ნათლისმცემლისა. ის გარემოება, რომ ჰეროდე მლხინის წვეულების დროს გასცა იოანე ნათლისმცემლის მკვლელობის ბრძანება, შემდეგ შეგვახსენებს. ყოველგვარი ლხინი, სადაც სიმთვრალე ამაო თავშექცევა და ნაყროვანება ჭარბობს, შეუძლებელია ჩატარდეს სავალალო შედეგების გარეშე. რამდენი უგუნური საქმე აღსრულებულა ზღვარგადასული ლხინით, სიმთვრალით გამოწვეული აღზნებისას. ზოგი წვეულება ისეთი გამხრწნელია, რომ შეიძლება ყველანაირი სიკეთე წაახდინოს, რაც კი ადამიანის სულს ჰქონდა. სიმთვრალე გონიერ ადამიანსაც უგუნურად გარდაქმნის და პირუტყვს ამსგავსებს. სწორედ ეს დღე აღმოჩნდა ჰეროდეადასთვის მისი ბოროტის სურვილის მისაღწევ თარიღად. უფლის წინასწარმეტყველის მხილება საშინელ სიძულვილს აღზრავდა ჰეროდეადაში და იოანეს მოკლისთვის ხელსაყრელ დროს ეძებდა. მაგრამ მისი სიძულვილის განხორციელებას ჰეროდე ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად თავისი მანკიერებისა, იგი ჯერ კიდევ არ იყო იმდენად წახდენილი, რომ ასეთ საშინელ ბოროტმოქმედებას უფლის წინასწარმეტყველის მოკვლას დასთანხმებოდა. მაგრამ ჰეროდეადას გათვლა სწორედ ჰეროდეს სისუსტეზე, სიმთვრალეზე და მიდრეკილებაზე იყო. სიძვემ რუშობისკენ. როდესაც ჰეროდე და მისი თანამეინახენი ღვინით შეზარხოშებულნი სალომეას ნებიანი ავხორცობით აღსავსე როკვით მოიხიბლნენ, ჰეროდემ გადაწყვიტა უხოდ დააჯილდოვებინა იგი და დაპირდა სალომეას, რასაც თხოვდა ყველაფერს აღუსრულებდა. სალომეა კი დედამის ჰეროდეადას კითხავს, რა მოითხოვოს ჰეროდესგან. ეს უკანასკნელი იოანე ნათლისმცემლის თავს მის მოკვლას მოითხოვს. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რა შეიძლება იყოს ამგვარ მხეცობაზე უარესი. ითხოვდე მკვლელობას, როგორც წყალობას. ითხოვდე წვეულების დროს ასე ურჯულოდ და უსირცხვილოდ. ახალგაზრდა ქალი შეძრწუნებისა და შეწუხების გარეშე ისმენს ასეთ მითითებას და ისიც წინააღმდეგობის გარეშე მოითხოვს ჰეროდესგან წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით მოართვა. და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო არინება უარის თქმა მისთვის და მაშინვე გაგზავნა მეფემ ცველი და უბრძანა მისი თავის მოტანა და წავიდა და მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში და მოიტანა მისი თავი ლანგრით და მისცა იგი ქალიშვილს და ქალიშვილმა მისცა იგი დედას და გაიგეს მისმა მოწაფეებმა და მოვიდნენ და აიღეს მისი ცხედარი და დადეს იგი საფლავში.
ასეთი მოთხოვნის სრულმა მოულოდნელობამ და უცაბედობამ შეაცბუნა სუსტი ნებისყოფის მქონე ჰეროდე. დამწუხრდა იგი, მაგრამ განაგულწრფელი იყო ჰეროდეს მწუხარება, თუკი მანამდე მას გადაწყვეტილი ჰქონდა შურისძიება და მოკლა იოანესი. ნეტარი იერონიმე ამბობს, ჰეროდეს მწუხარება მხოლოდ მის სახეზე იყო გამოხატული, გულში კი სიხარულს განიცდიდა. ამიტომ დიდხანსაც არ უყოყმანია ჰეროდეს. მან იფიქრა, თუკი ჰეროდეა და სასულის თხოვნას არ შევასრულებ, ჩემი დიდებულების წინაშე სამეფო ფიცის აშკარად დამრღვევად წარმოვჩნდები და სახელი გამიტყდებაო. ამასთან ერთად სამაგიეროს გადახდის საშუალებას გაუშვებდა ხელიდან. რა საოცარი სიბრმავე, რა აღმაშფოთებელი ჭოჭმანია სინდისის. წმინდა ივანე უქროპირის სიტყვით ანტიპას ეშინოდა ფიცის დამრღვეველი არ გამხდარიყო. არაადამიანური საქციელის ჩადენისა კი არ შეეშინდა. მას ეშინოდა არ ყოლოდა ფიცის გატეხის მოწმე და არ შეეშინდა ბევრი მოწმე ყოლოდა თავისი უმძიმესი და უჟულო მკვლელობისა. უგუნური ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდა. უფლის წინამორბედი ბოროტებისა და ავხორცობის მსხვერპლი შეიქმნა და მოწამეობრივად აღესრა. წმიდა იონე ნათლისმცემლის მკვლელობა ამ ბოროტ საქმეში მონაწილე თითქმის ყველა პირის თანაზე არის სურვილით იქნა აღსრულებული. რათა ერთმანეთისთვის ეამებინათ. სალომეა დიდი მონდომებით როკავდა იმისთვის, რომ ჰეროდესა და მისი სტუმრებისთვის ეამებინა. ჰეროდესაც თავის მხრივ სურდა ეამებინა მისთვის, როცა ფიცით აღუთქვამდა ყოველივე შესრულებას, რასაც კი ახალგაზრდა ქალი მოითხოვდა. სტუმრებსაც ეშინოდათ უდანაშაულო კაცის დაცვა, რათა ამით ჰეროდე და მისი ცოლი არ გაენაწყენებინათ. ამიტომაც ყველამ ერთხმად წმინდა იოანე ნათლისმცემელი უსამართლობის პირდაპირი, მიუკერძოებელი და გაბედული მამხილებელი სიკვდილით დასაჯა. ამისთვის წინამორბედი ღვთისა განდიდებულ იქნა ცათაში. დღემდე განიდიდებოდა თაყვანისიცემება მთელ ქრისტიანულ სამყაროში, მთელს ქვეყნიერებაზე. ხოლო ისინი, ვინც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში სასტიკად დაისაჯნენ და იმ ქვეყნადაც სამარადჯამო ჯოჯოხეთში დაიმკვიდრეს ადგილი. როგორც ისტორიიდან ცნობილია, ჰეროდე ანტიპა და მისი მეუღლე სასტიკი მმართველობის რომის მთავრობის მიერ ისპანეთში გადაასახლეს, სადაც უპატიოდ მოკვდნენ. სალომეას საშინელი ხვედრი ეწია. ზამთარში გაყინულ მდინარეზე მიმავალს ყინული ჩაუტყდა, წყალში ჩავარდა და მდინარის წყლისგან დაძრულმა ვეება ფილამ თავი მოჰკვეთა მას. მის დედასა და მამობილს მკვდარი ასულის მხოლოდ თავი მიართვეს მსახურებმა. საყვარელო ძმაო, წმიდა იოანე ნათლისმცემელმა საპყრობილე და მოწამებრივი სიკვდილი დაითმინა სიმართლისათვის. სამართლის მოყვარე ყოველი ადამიანი საღვთო რჯულის, საკუთარი სინდისის მიხედვით ცხოვრობს და საღმრთო სამჟავროსი უფრო მეტად ეშინია, ვიდრე კაცობრივი მსჯავრის. ღვთისსათნომყოფელნი ყოველთვის საძულველნი არიან იმ ადამიანთათვის, რომელთაც სიცრუე, მსაკრობა, კაცთმოთნეობა შეჰყვარებიათ, რომელნიც დროის სულისკვეთებით მოქმედებენ და მის გამო დიდად ავნებენ სიმართლის მოყვარულ და სიმართლით მეტყველ ადამიანებს. აქ ამ ქვეყნად როდია სიმართლის ზეიმის დრო და ადგილი. სიმართლე მომავალ საუკუნეში გაიმარჯვებს, როცა მისი სუფევა დადგება და საბოლოოდ მუდამ გაიბრწყინებს მზე სიმართლისა ცათა სასუფეველში.